მოგესალმებით მეტალაბის სტუდიიდან გადაცემა ალგორითმს დღეს მე მაკა კოჭლამაზაშვილი და კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი ოთარ კვირიკაშვილი წარუწყებით მოგეხსენებათ დავასრულეთ კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიული კურსი და დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ეს ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გამოვიყენოთ მედიაში იმ ფონზე, როდესაც დღითი დღე საქართველოში იზღუდება მედიის თავისუფლება და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა პირველი კითხვა დაუსვა ოთარს. მოდი პირველ რიგში შევაფასოთ ის ვითარება, რომელიც არის დღეს. ვიცით, რომ ნელ-ნელა იკლებს მედიის თავისუფლების ხარისხი. საქართველოში მაგალითად 2 მაისს გამოქვეყნდა კვლევა, ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშე გამოქვეყნა კვლევა, სადაც 113 და 114 ადგილზე არის უკვე გადასული საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ჟურნალისტებს თუნდაც იგივე საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ, როდესაც მეც მაგალითად ჩემს პრაქტიკაში მქონდა მსგავსი შემთხვევები, ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას, არანაირ კანონიერ ვადაში არ მოდის ეს ინფორმაცია ჩვენამდე და თუ მოდის დაგვიანებით, უკვე მოდის არასრულყოფილი, რომელიც რეალურად არ გამოდგება განსაკუთრებით ნიუსის ტიპის მედიებისათვის, რომლებიც ნიუსებს ამუშავებენ. სხვა რა შეზღუდვები არსებობს დღეისათვის, ამაზე რომ ვისაუბროთ, როგორია დღეს ვითარება საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართულებით. პირველ რიგში მოგესალმები მაკა, მადლობა ამ ერთობლივი გადაცემისთვის. ეხლა რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, აქ ცოტა მინდა რომ ფართოდ დავინახოთ ეს სიტუაცია და ზოგადად პროცესი ჩვენ ვიმყოფებით ოკუპაციის და ჰიბრიდული ომის პირობებში. ჰიბრიდული ომის მთავარი მახასიათებელი კომპონენტები კი არის რამდენიმე მიმართულება, რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს ჰიბრიდულ ომს. ერთ-ერთი არის მაგალითად საკანონმდებლო სისტემაზე თავდასხმა, საკანონმდებლო პროგრამებზე თავდასხმა თუ ინსტიტუციებზე თავდასხმა. აი ეს მედიის მიმართულებით რაც ხდება განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე, ეს ამდენი რუსული კანონი, ფარა, მედიის შემზღუდავი კანონები და ასე შემდეგ, ეგ არის პირდაპირ ჰიბრიდული ომის კომპონენტი, რომელიც მიმართულია საკანონმდებლო სისტემის, ასე ვთქვათ, მორღვევაზე და ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ, რაც ავტორიტარიზმში შეუწყობს ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას ხელს და ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტიურად მივექანებით უკვე უბსკრულისკენ, ეს უკვე ამ სახელმწიფოს არანაირი ნიშან-თვისება აღარ აქვს. სახელმწიფოსი არანაირი ელემენტი არ აქვს და თუ კი რამე ნაწილი გააჩნდა აქამდე ჩვენს ქვეყანას თუნდაც ინსტიტუციურ დონეზე, აი მაგალითად გავიხსენებ 2-3 კვირის წინანდელ ამბავს, როდესაც საბოლოოდ ჩახსნეს დაზვერვის სამსახურით და ისიც სუსტ დაუქვემდებარეს დაზვერვის სამსახური, რომელიც დასავლურ ქსელებში იყო ინტეგრირებული და გარკვეული სანდოობის ხარისხი ჰქონდა. ამ შემთხვევაში ესეც ჩახსნეს, თუ კი რამე ესე იგი დასავლურთან ინტეგრაციაშია და დასავლურთან ახლოს არის, ჩავთვალოთ რა ესე ქირურგიული ჩარევებით ჭრიან ყველა კავშირს დასავლეთთან და გტოვებენ აი პირდაღებული რუსეთის წინაშე და ეს პროცესიც აი ახლა რაც მედიის მიმართულებით ხდება, ეს პროცესიც ამის ნაწილია. თუმცა ჩვენ რადგან დღეს ახლა მედიის ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უნდა ვისაუბროთ, ხელოვნური ინტელექტი მე ვფიქრობ, სულ რამდენიმე ხანში, მაქსიმუმ 2-3 წელში ხელოვნური ინტელექტის დიდ ტალღას უკვე ვეღარ შეაჩერებს და ვეღარ დაიჭერს და იმ პრობლემებსაც, აი რაზეც ჩვენ საუბრობდი, მაგალითად, რომ ინფორმაციას დაგვიანებით გაძლევს საჯარო სამსახური და რომელიც უკვე გამოსადეგი აღარ არის, სიტყვაზე ოპერატიული რაღაც ნიუსის დასაწერად და ოპერატიული აღარ არის, იმ მომენტში აღარ გჭირდება. ამ პრობლემებსაც ხელოვნური ინტელექტი აღმოფხვის თავიდან ბოლომდე დიდი ალბათობით და ის ავტორიტარული რეჟიმებიც, ვთქვათ, არა მარტო საქართველოს ამ შემთხვევაში ირანი, რუსეთი თუ ჩრდილოეთ კორეა თუ აი ესეთი ქვეყნებიც ვეღარ გაუძლებენ ცივილიზაციურ შემოტევას და ზოგადად სამყარო იცვლება. სამყარო გადავდივართ საერთოდ სულ სხვა ეპოქაში, ჯერ შეიძლება ვერ ხვდებით აი იმ სტრესის, დაძაბულობის, დაჭერების, გაყალბებული არჩევნების და ბევრი რაღაცის ფონზე შეიძლება ვერ ხვდებით, ვერ ვიაზრებთ ჯერ კიდე რა პროცესები მიდის
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მაგრამ კიდევ ვიძახი, აი დიდი ზღვის ტალღასავით გადაულის ხელოვნური ინტელექტები, აი მთელ ამ სიბნელეს და დარწმუნებული ვარ, რომ ცივილიზაცია ამ შემთხვევაში დაამარცხებს უკუნით და ჩვენც გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, რადგან საგარეო ძვრების გარეშე ჩვენ ვხედავთ, რომ შიგნიდან ფაქტიურად დააკანონეს უკვე დიქტატურა, დააკანონეს საშინელი მმართველობის სტილი, ფაქტიურად ოპოზიციური ლიდერები საერთოდ გარეთ აღარ არიან და მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა მათგანს და ჩვენ ვხედავთ აი რა სიტუაციაში გვიწევს ზოგადად ოპერირება ყოფნა, რომ არავინ არ არის დარწმუნებული აქედან რომ გავარს, ხვალ შეიძლება რა ბედი მოეწიოს სრულიად უწყინარ სიტუაციაში აი ამ რუსული რეჟიმის მხრიდან და ფაქტიურად ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში ქართული ხელისუფლება აღარ მართავს პროცესებს, რუსი სპეცსამსახურის ინსტრუქტორები მართავენ ამ პროცესებს და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ყველაფერში ერთადერთი რამდენიმე ფაქტორი დაგვეხმარება, ცხადია დასავლეთი, დასავლური ინსტიტუტები, დასავლური ქვეყნები, ძლიერი ქვეყნები, შეერთებული შტატები ალბათ, გარკვეულ ეტაპზე ევროკავშირი, სხვადასხვა ზეწოლის ბერკეტებით და მექანიზმებით და ხელოვნური ინტელექტი კიდე მთელი თავისი შესაძლებლობებით, რაც გააჩნია მას. დიახ, ამ შესაძლებლობებზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, როგორც ინსტრუმენტებზე, იმისათვის, რომ მივიღოთ და გავავრცელოთ საჯარო ინფორმაცია და მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაცია, თუმცა მანამდე მინდა აუცილებლად შევეხოთ იმ საფრთხეებს, რომელიც ჯერ კიდევ არის მოსალოდნელი. მაგალითად, როდესაც ხდებოდა რუსული კანონის ინიცირება, ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდით იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა ეს. იგივე დავუშვათ 2000 ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გქონდა, შემთხვევით არ ვამბობთ რუსულ კანონს, როდესაც ამ კანონს ვეძახით ამ სახელს, რუსეთის მაგალითზე რა გზა გაიარა რუსეთმა, როგორ შეიზღუდა ნელ-ნელა თავისუფალი მედია, თავისუფალი ორგანიზაციები, არის თუ არა იგივე საფრთხე დღეს, უკვე გვაქვს თუ არა ამისი ცხადი ნიშნები და აქვე უკვე რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება აი ამ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება ამ საფრთხეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა საფრთხე არის და ჩვენ ამ შემთხვევაში ცუდი გაგებით გავასწარით უკვე რუსეთს, ფაქტია რომ გავასწარით, ფაქტია რომ აი ესე ხელოვნურად და კიდევ ვიძახი ქირურგიული ჩარევით აპირებენ საქართველოს ბოლომდე მიწასთან გასწორებას და დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში, რამდენად გამოუვადა, რამდენად შეძლებენ ამას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გამოუვათ, ეგ სხვა საკითხია, თუმცა ქართული ოცნება ყველაფერს აპირებს, ყველანაირ ქართული ოცნების მიზანი ამ შემთხვევაში მე როგორც ვხედავ, პირველი არის ზოგადად საქართველოს გაყვანა კონსტიტუციური სივრციდან, როგორც სახელმწიფოს მთლიანად ჩამოშლა, მორღვევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და მეორე აქედან ყველა აქტიური ადამიანის გაძევება. მე არ მჯერა რომ ყველას ციხეში ჩაყრაუნდათ. ყველა ადამიანი შეიძლება გარკვეული რაღაც ლიდერები ყავდეთ ციხეში და მე არ მჯერა რომ ყველას დაჭერა უნდათ. მე ვფიქრობ, ქართული ოცნების მიზანი არის რომ აქტიური ადამიანებისგან დაცალოს ეს ქვეყანა, იძულებული გახადოს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, ხელი ჩავიქნიოთ, აღარ ვიბრძოლოთ, ზოგი ქვეყნიდან წავიდეთ, ზოგმა ბრძოლაზე უარი განვაცხადოთ და საბოლოოდ ჩამოვაყალიბოს აი აქ დიქტატურა. და რა ვიცი, მე 1000 რაღაცა უცნაურ სახელმწიფოსთან აქვს ხელშეკრულებები დადებული და ვინ შემოვაკიდე იმ რუსების გარდა და რამხელა უსაფრთხოების საკითხები დგას ამის უკან, რამხელა საფრთხეებს შეიცავს, ეგ ცალკე თემაა კიდე და ალბათ დაასახლოს ეს ქვეყანა ისეთი მორჩილი რაღაცა უცნაური ადამიანებისგან, რომლებიც არანაირ პრობლემას არ შეუქმნენ და შემდეგ უკვე საქართველოს იყოს ეს ნარკოტრანზიტის ბუდე ალბათ ავღანეთიდან წამოსული ნარკოტიკების და 1000 უბედურების, იარაღის, კრიმინალების, ოლიგარქებისთვის იყოს რაღაცა შავი ფულის სამოთხე, ოფშორით რო ოფშორებში ძალიან დიდი პრობლემებს უქმნიან ზოგადად შეერთებული შტატების სხვადასხვა სპეცსამსახურები რუს ოლიგარქებს და მათთვისაც რაღაცა თბილი ადგილი და თბილი კერა მზადდება ბიძინა ივანიშვილის მიერ და ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსულ კანონთან ერთად ქართულმა ოცნებამ სწორედ აი შარშან მიიღო
ისეთი კანონები, რომლებიც ეხებოდა ოფშორებიდან რაღაც არებეგრებოდა ბიზნეს ქონება და $1 მილიარდის ქონებას შემოიტანა და $1 მილიარდი აქტივები მან საქართველოში, რომელშიც ერთი კაპიკიც არ გადაუხდია და ის ცდილობს, რომ საქართველო მოიგოს აი ესეთ საკუთარ ეზოდ. და სწორედ ერთადერთი რამე გრჩება და ძალიან კარგ დროს გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტი. მართალია, ხელოვნური ინტელექტი ცუდი ადამიანების ხელშიც დიდ საფრთხეს შეიცავს და როგორც თქვათ რუსეთი იყენებს ამას, როგორც თქვათ ირანი იყენებს, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ამ ხელოვნური ინტელექტს იყენებენ ზოგადად ადამიანის კონტროლისთვის და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ქართულმა ოცნებამაც გამოიყენოს ქართველი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მხრივ აქვს დადებითი მხარეც, შეგვიძლია ჩვენც ვიმუშაოთ ისე, რომ მცირე რესურსებით დიდი დანახარჯების გარეშე მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. პრაქტიკულ მაგალითებსაც რომ ვისაუბროთ, ვიცი რომ ამ მიმართულებით საინტერესო გამოცდილება და რომ გავზიაროთ ჩვენს მაყურებელს. აი პრაქტიკულ მაგალითზე მოდი ვთქვათ ესეთი რამ, რომ დღესდღეობით ვიცით რომ მედიაზე არის განსაკუთრებული შეტევა, განსაკუთრებული ზეწოლა, განსაკუთრებით დიდ ტელევიზიებზე, ოპოზიციურ არხებზე, ასე ვთქვათ. თუმცა დღესდღეობით შესაძლებელია უკვე მთელი ავტომატიზაციის პირობებში ყველაფერი ერთმა ადამიანმა გააკეთო შენი საკუთარი სტუდია და შენი საკუთარი ტელევიზია, რაშიც თავიდან ბოლომდე დაგეხმარება ხელოვნური ინტელექტი ტექსტების გენერირებაში, სათაურის გენერირებაში, სტრუქტურაში, შემდეგ ამის ავტომატიზაციაში და SEO ოპტიმიზაციაში. აი ვისაც ნამუშევარი აქვს მედიის მიმართულებით და თუნდაც ონლაინ მედიაში, სტუდიაში, ძალიან კარგად მიხვდება ამ ყველაფერს. აი სათითაოდ რომ ჩავშალოთ და კიდე მარტივად რომ ავხსნათ, ვიცი, მაკარო შენ გააქვს დიდი ჟურნალისტური გამოცდილება, წლები მუშაობდი ტელევიზიაში. ტელევიზიის მთავარი მიზანი ხომ არის, რომ ყავდეს ბევრი მკითხველი, ან ბევრი მაყურებელი, ხო? ეგ არის მთავარი. მე გააჩნია უკვე ადამიანის შეხედულებას, ნუ ეს უნდა დაკონვერტირდეს უკვე ფინანსებში, ხო, ტელევიზიას უნდა ქონდეს შემოსავალი რეკლამა, თუ ბევრი მაყურებელი არ გეყოლება და ყურებადი არ ახარ, რეკლამაც არ გექნება, შემოსავალი არ გექნება. არსებობს ხელსაწყოები, რამდენიმე ძალიან კარგი ხელსაწყო, რომელიც მაგალითად გიგენერირებს სათაურს და სტრუქტურას აძლევს ტექსტს, ისე რომ შენს news თუ სტატიას თუ ვიდეოს კონდეს კარგი SEO ოპტიმიზაცია. SEO ოპტიმიზაცია ნიშნავს, როდესაც შენი ტექსტი საძიებო Google-ში თუ სხვადასხვა საძიებო სისტემებში არის პირველ გვერდზე და ანუ თავში, სადაც ადამიანი რო გახსნის, სადღაც სხვა გვერდებზე კი არ უწევს გადასვლა, იქვე ხვდება და კითხულობს, ვისი მედია პროდუქტიც პირველ ხუთეულშია ხოლმე და პირველ გვერდზეა Google-ში, ის რა ვიცი, ტელევიზიაც და ის მედია საშუალებაც ყოველთვის მეტ რეკლამას იღებს, მეტად ეს არის, რა ქვია, ცნობილია, პირველ ადგილზეა, პოპულარულია და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერში უკვე აქამდე თუ გჭირდებოდა კარგი SEO სპეციალისტები, კარგი სტატიის, ასე ვთქვათ, ჟურნალისტები, ვინც კარგ სტატიას წერდნენ, ვიღაცა კარგად ამონტაჟებდა, ვიღაცა კარგად საუბრობდა და ასე შემდეგ. ეხლა ამ ყველაფერში შეიძლება ძალიან უნიჭო იყო ადამიანი, არანაირი იდეები არ გაგაჩნდეს ნორმალური, რაღაცა მცირედი რაღაც დაწერო, მცირედი რაღაც შეძლო, თუმცა ამ რამდენიმე 5-6 ხელსაწყოს გამოყენებით შეიძლება შენ აღმოჩნდე საძიებო სისტემებში და შენი მედია პროდუქტი აღმოჩნდეს, ვთქვათ, პირველ ადგილზე. ადამიანმა თუ იცი ამ ყველაფრის გამოყენება. ეს ყველაფერი რატომ მოვიყვანე? ეს ყველაფერი არის ან უფასო პროდუქტები, ან ძალიან მცირედი თანხით შეგიძლია მაქსიმალურ შედეგზე გასვლა, მაქსიმალურ ეფექტიანობაზე გასვლა. შეიძლება ხელისუფლებამ დაბლოკოს ძალიან დიდი რაოდენობა ტელევიზიების, სადღაც პოლიცია შევარდეს, სადღაც პროკურატურა შევარდეს, ვიღაცა დაიჭიროს, მაგრამ დღესდღეობით უკვე აი განსაკუთრებით ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ყველა შეუძლია, რომ ეს საკუთარი სტუდია მაგალითად ხალხში და გქონდეს შენი მედია პროდუქტი. კი, მედია პროდუქტი, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი ნახვა, ძალიან კარგი SEO ოპტიმიზაცია
და ძალიან სწორად მოარგო სეგმენტს, რა სეგმენტზე ჩვენ გინდა რომ გახვიდე, გინდა ვთქვათ სკოლის მასწავლებლებზე გახვიდე, გინდა სტუდენტებზე გახვიდე და ვიზეც გინდა გახვიდე, ან გეოგრაფიული მიმართულებით დაახარისხო და სწორი სამიზნე აუდიტორია აირჩიო, ეს ყველაფერი შეგიძლია მარტოს გააკეთო. ამიტომ ვიზახი რომ დღესდღეობით ძნელია რომ ყველა დაიჭირო, ყველა საკუთარ სახში მიადგე, ყველა გათიშო, ყველაზე იბატონო, ეს არის გამორიცხული ამბავი. მაშინ საერთოდ ინტერნეტი უნდა გააუქმო, ამ შემთხვევაშიც გვაქვს კიდევ იმის საშუალება, რომ ადამიანები იყვნენ Starlink-ზე და კიდევ Starlink-ის მსგავსად რამდენიმე მსგავსი ხელსაწყო არსებობს, რომელიც მოგამარაგებს ინტერნეტით და ამის პრობლემაც აღარ არის. ვერ დაიჭერ ინიციატივიან ადამიანებს და მოტივირებულ ადამიანებს გამორიცხულია რომ გააჩერო, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. ახლა მაგალითად ადამიანებს, რომლებმაც ჟურნალისტიკა დაუწყეთ 20 და მეტი წლის წინ, ძალიან კარგად გვესმის, ცოტა ხნის წინ რაზეც საუბრობდი, ის რაღაცა პირველი ფრაზა, რომელიც უნდა მოხვდეს მაყურებელს თვალში, იმისათვის რომ დააინტერესდეს და შემდეგ შეიძლება საკმაოდ ვრცელ ვიდეოს უყუროს, ასე ვთქვათ, აი პირველი შეიძლება ჩვენ ჟურნალისტების ტერმინი გამოვიყენო, პირველი სამი სიტყვა, რომელიც იჭრება მაყურებლის მხრიდან, ანუ შეგვიძლია რომ დავუშვათ ადრე თუ ამაზე ვფიქრობდით საკმაოდ დიდი ხანი, როგორი შეიძლება იყოს ეს პირველი სამი სიტყვა, ახლა უბრალოდ მივცეთ დავალება ხელოვნურ ინტელექტს და მან დავიწეროს ესეთი მაგალითად დავიღოთ კოპილოტი, მაგალითად დავიღოთ Microsoft-ის ხელსაწყო არის კოპილოტი, დიდი ენობრივ მოდელზე დაფუძნებული, როგორიც არის სიტყვაზე ChatGPT, როგორიც არის Grok-ი, როგორიც არის Gemini, ხალხისთვის რო გასაგები იყოს, კოპილოტი რა შვება ახლა, რაში გვეხმარება და რითი განსხვავდება სხვა ენობრივი მოდელებისგან. ახდენს ტექსტის სტრუქტურირებას, სათაურის სტრუქტურირებას და SEO ოპტიმიზირებულ პროდუქტებს ქმნის. მან ზუსტად იცის შენი მიწვდილ ტექსტში რა პატარა კორექტირებები შეიტანოს, რა პატარა ცვლილება შეიტანოს იმისათვის, რომ შენი ტექსტი Google-ის საძიებო სისტემებში იყოს ყველაზე მაღლა. იმ მიმართულებით, აი ადამიანი რო დაგუგლავს სიტყვაზე გადაცემა მაგალითად გორში ხელოვნურ ინტელექტზე და შენს გარდა სიტყვაზე 10 ჰქონდეს დაწერილი ჩვეულებრივი სტატია ამ თემაზე, შენი გადაცემა იქნება პირველ ადგილზე, დარწმუნებით შემიძლია მინდა გითხრათ, შენი სტატია ამ თემაზე დაწერილი, რომელიც გაქვს კოპილოტში გაკეთებული, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის რა კივორდები შეიტანოს, რა სიტყვები შეიტანოს, რომელ წინადადებაში შეიტანოს, რომელ სტრიქონში შეიტანოს ის სიტყვები, ისე დააგენერიროს, როგორი სათაური დაგიგენერიროს, რომ შენი იყოს მოწინავე ადგილზე. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქამდე ამას სჭირდებოდა დრო, აქამდე ამას სჭირდებოდა ძალიან კარგი სპეციალისტები, აქამდე ამას სჭირდებოდა ბექლინკები, ბევრი რაღაც სწორი ურთიერთობა Google-თან, იმიტომ რომ რაღაცა ხარვეზების შემთხვევაში შემდეგ Google იმდენად დაბლად ჩამოგწევდა, რომ შენ ამის გამოსწორება გიწევდა, რომ ისევ დაბრუნებოდი იმ საწყის პოზიციებს. ეხლა ამ ყველაფერს გიგენერირებს ხელოვნური ინტელექტის, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ხელსაწყო კოპილოტი და წარმოიდგინეთ მსგავსი ხელსაწყოები, რომლებიც გეხმარება, ვთქვათ, მონტაჟის შემთხვევაში, რომელიც გეხმარება თუნდაც აი ავიღოთ ახლა გადაცემას ვწერთ პოდკასტის შემთხვევაში, რომელიც გეხმარება ტექსტის სტრუქტურირების შემთხვევაში, რამდენ დროს გითავისუფლებს ადამიანს და რამდენი ადამიანის საქმეს გიკეთებს ერთდროულად, აი რა ვიცი. უამრავი შესაძლებლობა არსებობს და მე ახლა კიდე ჩამოვთვალე ძალიან ასე ვთქვათ პირველი ეტაპის ხელსაწყოები და ჯერ არ გადავსულვართ AGI-ის ეპოქაში, ანუ ზოგადად ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც სასწაულებს ველოდებით კიდე და ჰუმანოიდ რობოტებს და კიდე ბევრ რაღაცებს საუბრობ, აი პირველ ეტაპზე, სადაც ახლა ვიმყოფებით დღესდღეობით და რა შესაძლებლობებს და რა სიკეთეებსაც გვაძლევს ხელოვნური ინტელექტი.
ძალიან ხშირად, როდესაც ნელ-ნელა ვეცნობით პრინციპში შეიძლება ითქვას ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ დაუშვათ სპეციალიზებული არ აქვს ხელოვნური ინტელექტი, ნელ-ნელა ვეცნობით იმ ხელსაწყოებს, რომლებიც ჩვენ საქმიანობას გაგვიმარტივებს და ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დავალების მიცემა, როდესაც ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და წავაწყდებით სხვადასხვა ტიპის სტატიებს იგივე ინტერნეტში, სადაც არის კონკრეტული ფრაზები, რომლითაც უნდა მიმართო ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ დაალაგოს, ასე ვთქვათ, ის თუნდაც იგივე ჟურნალისტების შემთხვევაში სტატია თუ ნიუსი, რომელიც კიდე რა არის, ასე ვთქვათ, საკვანძო ფრაზები, რაც უნდა ვიცოდეთ, იმისათვის, რომ სწორად მივცეთ დავალება ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს. ხო, აი მაგ ფრაზებს ასე ეძახიან პრომპტები, ბრძანებები, როგორ უნდა ესაუბრო სხვადასხვა ენობრივ მოდელებს. ამ შემთხვევაში ძალიან პირველი, ასე ვთქვათ, პირველი წესი რაც უნდა დავიცოთ და რაც უნდა ვიცოდეთ თუ გვინდა რომ რაღაც სერიოზული ინფორმაცია ან რაღაც ანალიტიკური მიდგომა დავინახოთ ხელოვნურ ინტელექტში, ეს არის რომ პირველ რიგში მივცეთ მას განუსაზღვროთ ფუნქცია. მაგალითად თუ გვაინტერესებს მედიაზე ამოვიღოთ რაღაც ინფორმაცია, უნდა მივცეთ ასეთი პრომპტი, რომ იფიქრე ახლა ჟურნალისტივით, ან თქვათ იფიქრე გორელი ჟურნალისტივით, ან იფიქრე ტელევიზიის ჟურნალისტივით, იფიქრე მედია მენეჯერივით, ან იფიქრე იურისტივით, ეკონომისტივით და მე რეაძლევ ამ ფრაზას. გაცილებით ღრმა არის მისი პასუხი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პირდაპირ უსვავ კითხვას. და ამას გარდა ტექსტის სტრუქტურებია, არის მზა პრომპტები და შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პრომპტები და შეგვიძლია ეს პრომპტები მოუჩველიოთ ხოლმე, მაგრამ უფრო თავიდან აი დასაწყისი, რაც მთავარი წესი უნდა დავიცვათ, არის ის, რომ პირველ რიგში განუსაზღვროთ ფუნქცია, ჩავაყენოთ ანალიტიკოსის მდგომარეობაში თავისივე მიმართულებით, თავის სფეროს მიმართულებით და მერე უკვე მისი პასუხები მოგცემს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის ხედვას და საშუალებას. რაც შეეხება ახლა კიდევ ერთი თემა მინდოდა დამემატებინა, წეღანაც ვახსენე, რომ ჩვენ ვიმყოფებით ახლა ამ ეტაპზე ქაოსის, პოლიტიკური რეპრესიების, 1000 უბედურების ფონზე, სტრესის ფონზე იმყოფება მთელი ქვეყანა, მთელი ერი და ჩვენ კიდევ ვერ ვიაზრებთ და ვერ წარმოგვიდგენია თუ რა ეპოქაში შედის ზოგადად მთელი სამყარო და ამ შემთხვევაში საქართველო ვერ გაექცევა იმ პროცესებს, რა პროცესებიც ახლა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიდის. ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე შემოაღწია ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ავიღოთ მაგალითი ChatGPT. დღეს არ მეგულება ადამიანი, ოდნავ რაღაც საქმეში ჩართული ადამიანი, ვისაც ტელეფონში არ აქვს ChatGPT. ასევე იქნება ყველა სხვა სფეროს მიმართულებით. ეს ეხება მედიცინას, ეს ეხება განათლებას, ეს ეხება კიბერუსაფრთხოებას, ეს ეხება ჟურნალისტიკას და მთელ რიგ მიმართულებებს, იურისპრუდენციას და ასე შემდეგ. მოკლედ ხელოვნური ინტელექტი არის უკვე აქ, ჩვენ ცხოვრებაში და ის ხვალ დაიკავებს ყველა ჩვენთაგანის ადგილს, ან ის ადამიანები დაიკავებენ ყველა ჩვენთაგანის ადგილს, ვისაც ეცოდინება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენება და ამ ცოდნით იქნება აღჭურვილი. თავიდან ბოლომდე. ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი დიპლომი, ჩვენი სანაცნობო და ჩვენი რაღაცა კავშირები არავის აღარ დასჭირდება მაქსიმუმ 2-3 წელიწადში. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს. უბრალოდ გაქრება სამსახურები, ბევრი მიმართულებით სამსახურები განიცდის ტრანსფორმაციას. მაგალითად, რამდენიმე მიმართულება აღარ გვექნება ისეთი, როგორიც დღეს არის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჰუმანოიდი რობოტები შემოვლენ უკვე ჩვენს ცხოვრებაში, სადღაც 10-15 წლის შემდეგ, მაშინ ალბათ მომსახურების სფერო მთლიანად გადავა ჰუმანოიდი რობოტების ხელში და მათ მხარეს. მანამდეც, აი მაგალითად, რომელიც სამსახურებს დაემუქრება განსაკუთრებული საფრთხე, მაგალითად ბუღალტრებს,
დამწყები იურისტებს, ჟურნალისტებს, ვინც ტრადიციულ მედიაში მუშაობდნენ და რაღაც სტატიებს წერდნენ, კოლ-ცენტრების ოპერატორებს, ოფის მენეჯერებს და ასე შემდეგ. ეს არის 2-3 წლის პერსპექტივა. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები დღეს უკვე იმაზე კარგად აკეთებენ გარკვეულ საქმეს და იმაზე კარგად მუშაობენ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთაგანი. ის არ ითხოვს ბონუსებს, არ იღლება, 24/7-ზე მუშაობს, არ იცის შაბათ-კვირა, არ იძინებს და წამებში შეუძლია დაგიგენერიროს და გაგიკეთოს ნებისმიერი დავალება, სტრუქტურაში მოაქციოს, ეკოსისტემა აგიწყოს და მიმართულება მისცეს ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ დღეს გადავრჩეთ, უბრალოდ ვიარსებოთ, გადავრჩეთ, ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად ახლებული ხედვა და გააზრება იმის პირველ ეტაპზე, რომ ვიმყოფებით აბსოლუტურად სხვა სამყაროში. ჯერ ამას ვერ ვამჩნევთ, ვერ ვხედავთ, მივდივართ რაღაცა დინებით, განსაკუთრებით იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ ვართ კიდევ აღნიშნავ სტრესის, პოლიტიკური რეპრესიების, 1000 უბედურების ფონზე და ადამიანებს ამისთვის თითქოს დრო არ რჩებათ, მაგრამ ხვალ იქნება უკვე გვიან. ძალიან გვიან იქნება ხვალ, შენ თუ არ გექნება მინიმუმ ადამიანს 10-15 ხელსაწყოს გამოყენების ცოდნის უნარი, და ამით თუ არ იქნები აღჭურვილი, ჩათვალე რომ აბსოლუტურად გამოუსადეგარი იქნები, აბსოლუტურად მე ვეღარ იტყვი რომ ვიღაცამ დაგბლოკა, რაღაცამ დაგბლოკა, აბსოლუტურად შეიცვლება ფორმები, ჩემი აზრით და ძალიან ბევრი აზრით შეიძლება ამ ფორმითაც აღარ გქონდეს პარლამენტი, ამ ფორმით აღარ გქონდეს თავრობა, ამ ფორმით აღარ იყოს სახელმწიფო მოწყობა და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის ქვეყანაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე რასაც შეცვლის, მინიმუმ 5-დან 10-მდე სფერო მაინც, აი წეგანად ჩამოთვალე ბუღალტრები, დამწყები იურისტები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ, უბრალოდ გაქრებიან ეს ხალხი, თუ მათ არ ისწავლეს, თუ ისინი არ აღიჭურნენ იმ უნარებით, რა უნარებით სჭირდება. აი რაც მაგალითად წეგან ჩამოთვალე, თუ არ ისწავლა მან ტექსტის გენერირება ისე და იმ ხელსაწყოს გამოყენება, რომელიც ტექსტს უგენერირებს და რომლის საფუძველზეც ის ოპტიმიზაციაში მოწინავე ადგილებზე გადის, ესეთი ჟურნალისტი აღარავის აღარ დასჭირდება. აი, როდესაც საფრთხებზე ვსაუბრობთ, მე ხაზგასმით აღნიშნავ იმას, რომ არც ისე შორეულ წარსულში, როდესაც საუბარი იყო ხელოვნურ ინტელექტზე და ჩვენ არავის ჯერ შეხება არ გქონდა რიგით მოკვდავებს მასთან, საკმაოდ ესეთ საშიშ პერსპექტივად წარმოჩინდებოდა ეს, ახლაც როდესაც ვსაუბრობთ, რომ რამდენიმე წელში შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა საერთოდ გააქროს გარკვეული პროფესიების ნაწილი, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაგვრჩეს თუ არა აი ის ასე ვთქვათ ცნობადობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნურ ინტელექტს რაც არ უნდა იყოს, ბრძანებას ვაძლევთ ჩვენ ადამიანები და ეს გარკვეულ ასე ვთქვათ უსაფრთხოების გარანტიებს გვიქმნის. სწორედ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება შესაბამისი ცოდნა აი ამ ხელსაწყოების გამოყენებაში. თავარი პრინციპი არის თუ არა ის, რომ იგივე წეგან ვსაუბრობთ, სწორი ბრძანების მიცემა და რა თქმა უნდა, ვის უნდა მივცეთ ეს სწორი ბრძანება, ესეც უნდა ვიცოდეთ. ანუ აი აქ დავუშვათ ძალიან კარგი ბუღალტერის, ძალიან კარგი იურისტის როლი სად რჩება ამაზეც რომ ვისაუბროთ. აი კი, ძალიან კაი კითხვაა, სად რჩება ამათი როლი. აი მაგალითად ეხლა, რადგან უკვე მომავალზე ვსაუბრობთ, მაქსიმუმ 1 წელში ხელოვნური ინტელექტის აგენტები, რასაც AI აგენტებს ეძახიან, აბსოლუტურად გადაუვლიან მთელ საბაზრო ეკონომიკას. მთლიანად შეცვლიან შრომის ბაზარს. რადგან ხელოვნური ინტელექტის აგენტის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია დავაგენერიროთ გაყიდვების აგენტი, დავაგენერიროთ სოციალური მედიის მენეჯერი, დავაგენერიროთ კარგი ბუღალტერი და ასე შემდეგ. თუმცა იმისათვის რომ შენ კარგი აგენტი გამართო, კარგი ბუღალტერი გამართო, კარგი სოციალური მედიის მენეჯერი გამართო, გესაჭიროება ელემენტარული ცოდნა, გაგება, გააზრება იმ სფეროსი, რა სფეროშიც ხარ. მე ახლა მაგალითად ბუღალტერი არა ვარ, ანუ არ არის ეგ ჩემი პროფესია, არა ვარ ექიმი. ხო, არა ვარ ექიმი.
შენ თუ გამართავ აგენტს სამედიცინო მიმართულებით, ვიცით რომ ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ძალიან წინ გაიჭრა, ძალიან წინ არის გაჭრილი, მაგრამ სამედიცინო მიმართულებით სად უნდა დანერგო, რა სისტემები უნდა დანერგო, რა გჭირდება ახლა სამედიცინო მიმართულებით მინიმუმ 100 ძალიან კარგი ხელსაწყოა, მაგრამ იმ კონკრეტულ საავადმყოფოში შეიძლება 3 გჭირდებოდეს და მეტი არა. აი აქ ჩნდება მათი როლი, პროფესიონალების როლი. აი აქ ჩნდება ზუსტად რომ მან იცოდეს რა შეიტანოს, რა კომპონენტებისგან აწყოს. შენ ფაქტიურად აი წარმოვიდგინოთ მზარეული. შენ ფაქტიურად აღარა ხარ მოსამსახურე, ეხლა ხელოვნური ინტელექტის პირობებში, აქამდე თუ იყავი რაღაც რიგითი, რაღაც მენეჯერი, საავადმყოფოს მენეჯერი და რაღაცა, ეხლა ხარ წარმოვიდგინე მზარეული. გააქვს სხვადასხვა ინგრედიენტები და ამ ინგრედიენტებისგან უნდა შექმნა რაღაც კარგი კერძი გააკეთო. ან მედიცინის მიმართულებით, ან გაყიდვების მიმართულებით, რომელიც უფრო კარგი იქნება. თან შენ აქამდე თუ ძალიან ბევრი დრო გჭირდებოდა სიტყვაზე აშენე კომპანია, გუნდი, საავადმყოფო, რა ვიცი, გაყიდვების გუნდი, მარკეტინგის გუნდი და აქამდე თუ მედია ორგანიზაცია ავაშენოთ, ხო? თქვათ ავაშენეთ აქამდე ავაშენეთ მედია ორგანიზაცია და მივიყვანეთ კარგ მედიაში, საშუალო დონის მედიაში, გჭირდება მინიმუმ 20 კაცი. გჭირდება ჟურნალისტები, გჭირდება ოპერატორები, გჭირდება მემონტაჟები, გჭირდება გამშვებში, გჭირდება ხალხი, რედაქტორები, გჭირდება უსაფრთხოების მენეჯერები, დაცვა, ასე შემდეგ. მინიმუმ 20 ადამიანი გჭირდება. სოციალური მედიის მიმართულება და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებები. ეხლა წარმოვიდგინოთ, ამათ თუ ვერ გაამართლეს, თქვათ და ცუდად წავიდა შენი საქმე, როგორი ძნელია, რომ ჯერ ეს ადამიანები გაუშვა სახლში, მე ამათთან კონტრაქტები გაწყვიტო, ვიღაცა ნაწყენი გრჩება, ვიღაცა არ გრჩება ნაწყენი და მთელი ეს პროცესი თან თუნდაც ადვილად გაუშვა, ეს პროცესი ხო დროს მოითხოვს. ეხლა წარმოვიდგინოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტი, რომელიცაც ამუშავებს მედიის მიმართულებით, რომელიც აღჭურვილია მთელი იმ კომპონენტებით და იმ ხელსაწყოებით, რაც თავიდან ბოლომდე ავტომატიზაციას აკეთებს მედიის, ავტომატიზაციას აკეთებს მაგალითად მოიძია მასალა, დადო, თვითონ დადო საიტზე, საიტიდან გააზიარა Facebook-ზე, აღწერა თვითონ გააკეთა, ვიდეოები თვითონ დააგენერიდა, მიზნობრივ აუდიტორიას მოარგო, ამის ოპტიმიზაცია გააკეთა, გაყიდა, რეკლამა შემოგივიდა და ასე შემდეგ. ერთი ხელოვნური აგენტის მეშვეობით, რომელსაც აქვს რამდენიმე კომპონენტი დამატებული. ეხლა წარმოვიდგინოთ, ამან თუ არ გაამართლა, შენ შეგიძლია 1 საათში ეს აგენტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ დატესტოს რამდენიმე მიმართულება. ერთმა მიმართულებამ თუ არ გაამართლა, შენ შეგიძლია 1 საათში მეორე მიმართულებაზე გადაეწყო, უცბად აი მეორე რელსებზე გადახვიდე, რომელიც აბსოლუტურად მორგებული იქნება თავიდან ბოლომდე შენს კომერციულ მიზნებს. და წარმოვიდგინოთ, რამდენად უმტკივნეულო ამბავია. და ამიტომ ვიძახი, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება რაღაცისთვის და ვიღაცისთვის, ვინც აქამდე არაინტელექტუალური საქმით იყო დაკავებული, რთული იყოს, ადამიანები დარჩნენ უმუშევრად და ეს იქნება ალბათ 1000-ობით და 10000-ობით ადამიანი საქართველოში, მაგრამ მათთვის, ვინც ამის გამოყენებას ისწავლებს როგორც მზარეული და როგორც ინგრედიენტებს ისე გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს და ცოდნას, შენ გექნება განუსაზღვრელი ძალაუფლება, განუსაზღვრელი შესაძლებლობები იმისთვის, რომ შენი იდეები ბოლომდე მიიყვანო მიზნამდე და ხორცი შეასხა იმისაც, რომ ხვალ გქონდეს გამართული ტელევიზია, გამართული სტუდია, ამ შემთხვევაში შენი მიმართულებით თუ ლაპარაკობ, რომელსაც ერთი აგენტის საფუძველზე 20 ადამიანის საქმეს გააკეთებინებ თავიდან ბოლომდე თან ისე რომ შენ ძალიან მინიმალურად ჩაერევი. აი აქ იკვეთება უკვე იმ ადამიანების როლი, ვინც შეიძლება ესე დარჩეს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ასევე ბუღალტერიც, რომელიც თავისი მიმართულებით მას ხო ყავდა რაღაც ჯგუფი, ვინც მუშაობდა მასთან ერთად, თუ ის მუშაობდა დიდ კომპანიაში, ხო, ბუღალტერი. იმ ბუღალტერსაც შეუძლია რომ გააკეთოს აი ამის მეშვეობით გაცილებით დიდი ოპერაციული პროცესებს წარუწყოს. ასევე შეგვიძლია ავიღოთ ლოგისტიკის მიმართულებით,
ლოგისტიკის მიმართულებით იქ საწყობებზე, ადგილების გამოთავისუფლების მიმართულებით, ტრეკინგის მიმართულებით, ოპტიმალური გზების დაგეგმვის მიმართულებით, საიდან წამოვიდეს გემი, რომელი მარშრუტით წამოვიდეს, თვითმფრინავის ჯობია, გემის ჯობია, მატარებელის ჯობია, იმ შენ კონკრეტულ შემთხვევაში ეს აგენტი აბსოლუტურად ყველაფერს გითვლის, რომელი გზა არის ეფექტური იმისათვის, რომ ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი მიიღო და ამ ყველაფერში აქამდე გჭირდებოდა ადამიანი მისულიყო ადგილამდე, ადამიანს დაეთვალა, ადამიანს გამოეთვალა, იქ ხარჯები იყო, უამრავი რაღაც იყო და ეს შეგვიძლია განვაზოგადოთ ნებისმიერ სფეროზე, ტურიზმზე, სარესტორნო ბიზნესზე, სასტუმროების ბიზნესზე, ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ეს ავიღოთ, განვაზოგადოთ და დღესვე გამოვიყენოთ, დღესვე შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება. აი მაგალითად გაყიდვების მიმართულებით ძალიან საინტერესო სფეროა, დღეს მუშაობდით ამას ჩვენ ჯგუფთან ერთად, ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, მინდა გითხრათ რომ მოკლედ კი დავამთავრეთ ეს ხელოვნური ინტელექტის კურსი, თუმცა ჩვენ მუშაობთ რამდენიმე ჯგუფთან ერთად, ერთ მაყურებლისთვის ვამბობ, ერთ-ერთ ჯგუფში შენც ხარ მაკა და ერთ-ერთი მიმართულება არის, აქ რაღაც პატარა სპოილერებით გავაკეთებ, ერთ-ერთი მიმართულება არის ხელოვნური ინტელექტის გაყიდვების აგენტი. სადაც მაგალითად აგენტს ვაკეთებთ იმ მიმართულების აგენტს, რომელიც აგენერირებს მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან კლიენტებს ნებისმიერ მიმართულებით რა თემაც გინდა ამოირჩიე, რა მიმართულებაც გინდა ამოირჩიე გაყიდვების. აგენერირებს დაბალშემოსავლიან და მაღალშემოსავლიან კლიენტებს, შემდეგ მათზე აკეთებს მიზნობრივ მესიჯებს წერს მათი მიმართულებით, ამ ადამიანების მიმართულებით და წარმოვიდგინოთ აი ახლა შეისწავლა მან თუნდაც LinkedIn-ის პროფილზე შენი პირადი პროფილი, შენი სამსახური, ამ სამსახურის საფუძველზე ის ვარაუდის საფუძველზე უკვე ადგენს რა შემოსავლის პატრონი ხარ, რა მიმართულებით არის შენი ინტერესები, რა მიმართულების არის განვითარებული, ის ადგენს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შენ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რა წარმოდგენები გაქვს შენ თავზე და ასე შემდეგ და ცუდ რაღაცას ვუძახი, მაგრამ ფსიქოლოგიური манипуляციების რაც დატესტილი გვაქვს, ფსიქოლოგიური манипуляციების ხერხებით ცდილობს რომ შენზე მორგებული მესიჯი გააკეთოს გარკვეული შეთავაზებების, რაცაც არ უნდა კრიტიკდეს. და აი ესეთი ბოლო კვლევების თანახმად, ვთქვათ, თუ იგზავნება შენთან ჩვეულებრივი მესიჯი, ჩვეულებრივი ადამიანი თუ გწერს მეილზე და შეთავაზებას გიკეთებს რამე ბიზნეს შეთავაზებას, ბოლო კვლევების თანახმად 10-დან 15%-მდე იხსნება ესეთი მესიჯები. მეილზე 10-დან 15%-მდე ადამიანი ხსნის ესეთ მესიჯს, ანუ 10-დან 1 ან 2 ადამიანი. თუმცა ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ მესიჯებს, რომელიც მიზნობრივ აუდიტორიაზეა მორგებული, 75%-მდე ხსნის ადამიანების. აი აქაც ხედავთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად წინ არის წასული უკვე ხელოვნური ინტელექტის აგენტი ამ მიმართულებითაც და კიდევ რა ვიცი, მილიონი მიმართულება შეგვიძლია ჩამოთვალოთ, თუ კი რამე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტი და ამას გააკეთებენ თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, გააკეთებენ დიდი ბიზნესები, იმიტომ რომ ხარჯების ოპტიმიზაცია გააკეთონ და შემოსავალი გაცილებით მეტი ეფექტურობა ჰქონდეთ მათ ნებისმიერ ბიზნესში, რასაც არ უნდა ეწეოდნენ ისინი. როდესაც ადამიანი ფლობს ის ამ ინსტრუმენტებს, მაგალითად როგორც შენ მესმის რომ შეიძლება გარკვეული შიშები არ გქონდეს იმ მომავალთან დაკავშირებით, რომელიც არის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული, თუმცა რიგითი მოქალაქე, რომელსაც აი ეს უნარები არ აქვს, შეიძლება ცოტა დაიბნეს მე მინდა იმ საფრთხეებზეც რომ ვისაუბროთ მედიის მიმართულებით ისევ, რომელსაც უკვე ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის პირობებში, მაგალითად ძალიან ცნობილი ფაქტი არის, როგორ მუშაობს რუსული ჰაკერების ჯგუფი. ამ შემთხვევაში fake news-ების გავრცელების ფაქტი იყო, მილიონობით fake news-ი გავრცელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ხელოვნური ინტელექტის true ინფორმაციით, ესე ვთქვათ, დაინფიცირება და მოწამლა, რათა შემდგომში უკვე იმ მომხმარებელს, რომელიც აქტიურად მოიხმარს სხვადასხვა მაგალითად ერთ-ერთი
ალბათ ყველაზე ესეთი ხშირად მოხმარებადი ჩვენს რეალობაში არის ChatGPT, მიიღოთ ეს fake ინფორმაცია. აი თუ არსებობს დაუშვათ ამგვარი fake news-ების რაღაცა გარკვეული პრევენცია, რომ მოხდეს არსებობს თუ რაღაცა თუნდაც იგივე ეთიკა მუშაობს თუ არა ამ მიმართულებით, რაიმე ეთიკის კანონები, წაღანახსენე განსაკუთრებით მაშინ ჩანს ხოლმე საფრთხე, როდესაც საუბრობთ იმაზე, თუ რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს და ამ AI აგენტებს შეაგროვოს ჩვენზე ინფორმაცია და მოგვეწოდოს იმ ტიპის ინფორმაცია, რომლის მიმართაც უფრო მეტად მოწყვლადები ვართ, გარკვეულ ფსიქოლოგიურ манипуляციას კონდეს ადგილი, როგორ უნდა დავიცვათ თავი იგივე fake news-ebისაგან, სრულ ინფორმაციისაგან, იმ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის აგრესორის პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და უკვე ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს ათვისებული და გაშვებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოდი დავიწყოთ მაგაიქიდან, რომ ზოგადად რუსეთი თუნდაც ავიღოთ კიბერტექნოლოგიური მიმართულებით, ასე ვთქვათ, მოდი ავიღოთ ტექნოლოგიური მიმართულება. ეს იქნება კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიები. ზოგადად გადართულია სამხედრო ინდუსტრიულ მიმართულებაზე, სამხედრო ინდუსტრიულ პროექტებზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მათი ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაც, რომელიც 2019 წელს დაწერეს მათ, ისაც მისი მთავარი დევიზიც ეს არის, რომ ჩვენ მუშაობთ ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, დანარჩენი მსოფლიოსგან ასე ვთქვათ, სუვერენულები ვიყოთ, კიბერუსაფრთხოებაც ყოველთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებას თუ ავიღებთ 90 წლებიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო FSB-ს და GRU-ს უკვე 2000 შოიგუს მოსვლის შემდეგ ყოველთვის იყო სპეცსამსახურების ქოლგის ქვეშ. რუსეთში არ არსებობს არანაირი დიდი პროექტი, არანაირი დიდი მიმართულება, არანაირი სოციალური ასე იქნება ტელეგრამი, ეს იქნება კონტაქტი, ეს იქნება ოდნოკლასნიკი, რაც FSB-ს დაქვემდებარებაში არ არის იანდექსიც მათ შორის და ასე შემდეგ. ეხლანდელი ხელოვნური ინტელექტის დიდი პროექტებიც რაც აქვთ, ყველაფერი აქვთ იმ მიმართულებით, რომ თავისი სამხედროს და სპეცსამსახურების ძლიერებას შეუწყონ ხელი. ამიტომ მათი ჰაკერებით მათ აქვთ ძალიან ძლიერი კიბერშეტევითი პოტენციალი. ბევრჯერ ვახსენე, რუსეთს ზოგადად კიბერუსაფრთხოებაში არსებობს ორი მიმართულება. ერთი თავდაცვითი, ვის აქვს თავდაცვითი პოტენციალი და ვის აქვს შეტევითი პოტენციალი. ზოგ ქვეყანას აქვს კარგი თავდაცვითი და კარგი შეტევითი, რუსეთს თავდაცვითი შეიძლება არა ვთქვათ, მაგრამ კიბერშეტევითი პოტენციალის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მას ყავს ძალიან ბევრი ძლიერი ჰაკერი, ბევრი ჰაკერული ჯგუფი, ეს იქნება APT28, APT29, ასე შემდეგ, რომლებიც მათ თავდასხმები მოახდინეს გერმანიის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების არჩევნებზე, ბევრი გახმაურებული შეტევა და თუ რამე მსოფლიოში ძალიან ცუდი ხდებოდა, ეს ხდებოდა რუსი ჰაკერების ჩარევით. ცოტას აკეთებდნენ, ცოტას არა, შეიძლება რამ ბევრსაც აკეთებენ, მაგრამ რუსებთან შედარებით აკეთებდნენ ასე ვთქვათ ჩინელები, ჩრდილოეთ კორეელებიც, ირანელი ჰაკერებიც, ირანის კიბერარმია და ასე შემდეგ, თუმცა ამ რუსეთთან ახლოსაც ვერ მოვლენ ამ მიმართულებით. ახლა როგორ მუშაობენ, რაც შენ თქვი, რომ რამდენი მილიონობით fake news-ი შეიქმნა. მე მოვიყვან კონკრეტულად ერთ მაგალითს. მაგალითად 2 წლის უკან გამოჟონა ვულკანის ფაილებმა, NTS ვულკანი, ესეთი კომპანია იყო რუსეთში, ვინც არიცის. გამოჟონა ფაილებმა პროტოკოლი იყო, რამდენი 3 მიმართულებით, რის საფუძველზეც NTS ვულკანი კომპანია მუშაობდა, აგენერირებდა პროტოკოლს FSB-სთვის. FSB ამ დაგენერირებულ პროტოკოლს და მასალებს აძლევდა უკვე საკუთარ ჰაკერებს და ამ FSB-ს ქვეშ დაქვემდებარებული ჰაკერები უკვე სამიზნეებს ურტყავდნენ. ეხლა რას აგენერირებდა? ძალიან საინტერესო ფაქტია, დააგენერირეს ავტომატურად ფეიკები, ტროლები, ბოტები, YouTube-ის, Facebook-ის, უпросторად სისტემა აგენერირებდა, ადამიანებმა არ დააგენერეს, სისტემა ააშენეს ისეთი, რომელიც აგენერირებდა YouTube-ის, Facebook-ის, Twitter-ის, LinkedIn-ის და Instagram-ის პროფილებს.
აიღეს სახის მონაცემები რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტის გოგოებისგან 18-24 წლის გოგოები და ასე ვთქვათ დააბლენდერა და შეაერთა ხელოვნურმა ინტელექტმა. ისე რომ ნამდვილი ადამიანები ყოფილგვანებოდნენ, ვერავის ეჭვი ვერ აიღო. შემდეგ ეს დაგენერირებული პროფილები თვითონვე წერდნენ საკუთარ ისტორიას, საკუთარ ბიოგრაფიას, თვითონვე იცოდა ამ პროფილმა სად უნდა დაეწერა კომენტარი, პუტინის მხარდაჭერი კომენტარები იყო განსაკუთრებით Twitter-ზე და Facebook-ზე, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სად არ უნდა დაეწერა და ასე შემდეგ. ეს ერთი მიმართულება ჰქონდათ და 500,000 პროფილი მარტო ამ პროტოკოლებში ჩანდა, რომ 500,000 პროფილი შექმნეს. მეორე მიმართულება იყო, სადაც სერვერების მოწყვლადობებს ადგენდნენ რუსი ჰაკერებისთვის, მაგალითად ერთ-ერთი იყო შვეიცარიის ერთ-ერთი ლაბორატორია და იქ იყო შვეიცარიის რკინიგზის სისტემაც, ამერიკის 1000-ობით სერვერი იყო გამოტანილი, სადაც უნდა დაერტყათ შემდეგ ჰაკერებს და შემდეგ უკვე ამას ჰაკერები დაარტყავენ, არ დაარტყავენ, ან როდის დაარტყავენ, კაცმა არ იცის. ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ განსაკუთრებით რუსული სპეცსამსახურები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ჰაკერები აქტიურდებიან არჩევნების პერიოდში. ეს არის მათი თითქოს ბეიზლაინი, აი ეს ბუნებრივი მდგომარეობა, რომ ამ მომენტში უნდა გააქტიურდნენ ეს ჰაკერები და ამის პრევენციაც ვკითხე. მათ ძალიან კარგად გამოუვიდათ, კარგად გამოუვიდათ თუ ცუდად ეს კიდე შეფასების საგანია. შეერთებულ შტატებზე თავდასხმა, გერმანიაზე თავდასხმა, ბოსნიაზე, ბულგარეთი ყავდათ ერთი პერიოდი ამოჩემებული, როგორც კი ბულგარეთმა უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის საფრთხეთ შეიტანა ყირიმის აგრესიის შემდეგ 2014 წელს, მანამდე ბულგარეთს ტროას ცხენსაც კი ეძახოდნენ რუსეთის ტროას ცხენს ევროკავშირში, აი როგორც დღეს ორბანია, რაღაცა ესე ყავდათ ბულგარეთი მიჩნეული. ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ ისტორიულ-კულტურული, თუმცა მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ბულგარეთმა საფრთხეთ შეიტანა რუსეთი უსაფრთხოების კონცეფციაში ერთი წლის შემდეგ, ყირიმის შემდეგ და ამის შემდეგ რუსეთმა ამოიჩემა ბულგარეთი. იქ იარაღის საწყობებზე მოუხდინეს თავდასხმა, ჩვეულებრივი თავდასხმა, იქ ძალიან ბევრი შეტევა გაუკეთეს, თვითმმართველობის არჩევნებზე გაუკეთეს ჰაკერული შეტევა და ასე შემდეგ, ბევრ ქვეყანას გაუკეთეს ესე, ჩვენ ხო საერთოდ საცდელველად ვართ ქცეულები, უკრაინაც 2010-დან 20 წლამდე საცდელველად იყო ქცეული, რასაც შემდეგ, ანუ ჯერ უტყავენ სუსტ ქვეყნებს, რაღაცას დატესტავენ, შემდეგ იყენებენ დიდ ქვეყნებზე. და ეხლა ჩვენთანაც დენი ორჯერ გაითიშა თუ რაღაც მოხდა და შემდეგ ძალიან საინტერესო ფაქტია ეს, შემდეგ მოხდა ევროპაში დენის გათიშვა. ესაც კიდევ ერთი კავშირი, მაგრამ ხო, სად არ გაამართლა და არ გაამართლა საფრანგეთში 2017 წელს მაკრონის არჩევნების დროს, როდესაც მაკრონს ირჩევდნენ პირველად პრეზიდენტად. და რატო არ იმუშავა? არ იმუშავა იმიტომ, რომ ჩვენგან განსხვავებით საფრანგეთში CSGO არის დამოუკიდებელი. სპეცსამსახურები არიან დამოუკიდებლები და ანუ ვიღაცის ჯიბეში არ არიან, ხო? როგორც კი სპეცსამსახურებმა მოუვიდათ ინფორმაცია და დაადგინეს, რომ რუსეთი აპირებდა, რუსი ჰაკერები აპირებდნენ თავდასხმებს და შეტევას, მათ გააფრთხილეს ყველა შტაბი, მათ შორის ოპოზიციური შტაბებიც, ერთ-ერთი იყო მაკრონის შტაბი. ამის გარდა ეს ინფორმაცია, როდესაც არსებობდა უკვე საფრანგეთში, Le Monde, იცით ეს მედია საშუალება, Le Monde-მა წამოიწყო fact checking-ის და რაღაც დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანია. Le Monde-მა მოსახლეობაში ერთი კომპონენტი Le Monde-ის, ერთი სპეცსამსახურებმა დაიწყეს გაფრთხილება ყველასი, ერთი CSGO-მ შემოიტანა ესეთი რეგულაცია, რომ თუ ვინმე გაავრცელებდა ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებულ ინფორმაციას ან ამ ჰაკერებიდან გამოჟონილ ინფორმაციას თუ არ ვწდები ორჯერ მაინც ამ კანდიდატს ხსნიდნენ საერთოდ გაფრთხილებას აძლევდნენ და ამაზე დაყრდნობით მაკრონმა შეიმუშავა კიბერდაბინდვის კამპანია. კიბერდაბინდვა რას გულისხმობს ახლა? კიბერდაბინდვის კამპანია გულისხმობს, რომ ყალბი მეილები შექმნა შტაბში, სადაც ყალბ ინფორმაციას გზავნიდნენ ერთმანეთთან. იმის გარდა, რაც სინამდვილეში უნდა ელაპარაკათ და ამ ყალბ რელსებზე დასვეს რუსი ჰაკერები. რუსი ჰაკერები იპარავდნენ მათგან და იპარავდნენ ინფორმაციას, მაგრამ იპარავდნენ იმას, რაც მაკრონის შტაბს აწყობდა. აი მე შემდეგ ეს ინფორმაციას ამის მიუხედავად მაინც გატეხეს რაღაცები 22,000-მდე ფაილი იყო
რომელიც გაავრცელეს Twitter-ზე, მაგრამ არ იმუშავა. ყველა იყო გაკურებული, რომ რატო არ იმუშავა საფრანგეთში, რატო არ იმუშავა, მაგრამ აღმოჩნდა ესეც ძალიან საინტერესო რამ, რომ საფრანგი მკითხველი და ზოგადად ფრანგი ამომრჩეველი ეყრდნობა ტრადიციულ მედიებს. იქ მაგალითად თუ არის მედია, რომელიც 50-60 წლის მედია, ფრანგი ამომრჩეველი იმაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და არა Facebook პოსტზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება ძალიან სკანდალური იყოს, ან Twitter-ის პოსტი იყოს რაღაც ძალიან სკანდალური ტვიტი, მაგრამ არ აინტერესებს ფრანგ ამომრჩეველს, ზემოქმედებას ვერ ახდენს ონლაინ მედია. ამ შემთხვევაში გაამართლა იმან, რომ ტრადიციულმა მედიამ, ეს მოსახლეობა და ამორჩეველი იყო ტრადიციულ მედიას ეყრდნობოდა, ასე ვთქვათ, მათი გადაწყვეტილებები. და ამიტომ ეს იყო იმ მომენტში და როგორც შემდეგ სხვადასხვა წყაროებში იწერება, კიბერწყაროებში, ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნა, რომ მათ ვერ გაითვალისწინეს ფრანგი ამორჩევლის ხასიათი და ფრანგი ამორჩევლის მენტალიტეტი. თორემ სხვაგან ბევრგან ამართლებდა და ეხლა ეს როგორ იყო ზოგადად დალაგებული, ძალიან გამიქცევდა, მაგრამ მოთკლეთ ვიტყვი, როგორც კი რუსი ჰაკერები უტევდნენ სამიზნეს, შემდეგ კორელაციაში რო შეგედარებინა რუსული პროპაგანდისტული მედიები, რუსული პროპაგანდისტულ მედიებში ეს თემა იწევდა მაღლა. რასაც რუსი ჰაკერები ურტყავდნენ, ზუსტად ის თემა ხდებოდა, თავარი თემა ზოგადად, აი Russia Today-ისთვის მაგალითად, სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და რუსულ პროპაგანდისტურ მედიებში და ეს ყველაფერი იყო ხოლმე ერთმანეთთან კორელაციაში და შემდეგ უკვე რუსი პოლიტიკოსებიც ამაზე აფუძნებდნენ თავის დეზინფორმაციულ ეს ყალბი კამპანიის ნიაყვარს. კი, აი ეგ იყო და ჩვენთანაც ძალიან მნიშვნელოვანი, აი ჩვენ ყოველთვის ამას ვიძახი, რომ ვართ ძალიან არასტანდარტულ სიტუაციაში. აი წეღანაც ვახსენე საფრანგეთში CSGO მაკრძალა, მსგავსი რაღაც სპეცსამსახურებმა ოპოზიცია გააფრთხილეს და ასე შემდეგ. ჩვენთან წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები CSGO-ც და მთელი სახელმწიფო უწყებები არიან რუსი ინსტრუქტორების დავალების შემსრულებლები, ჩვეულებრივი და არიან ჩვენს წინააღმდეგ. ანუ ჩვენთან ჩვენი ხელისუფლებაც არ არის ჩვენ მხარეს. მიხვდით და ანუ ორმაგი თავდასხმის პირობებში ვიმყოფებით. ერთი ჰიბრიდული ომის ოკუპაციის პირობებში, რომელიც პირდაპირ ამხელა მონსტრისგან მოდის და მეორე აქ ადგილზეც მავნებლები გყავს. მავნებლები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ამაში ხელი შეუწყონ, რომ ბოლომდე ეს ქვეყანა გადააქციონ ჩრდილოეთ კორეათ. აი ეგ არის ჩვენი ამ შემთხვევაში ჩვენი მთელი ტრაგედიის მიზეზი. მოკლედ ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს ჩვენი საუბარი და საკმაოდ გაგვიგრძელდა გადაცემა დასასრულისკენ რომ წავიყვანოთ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ ძალიან კარგი იყო ეს საფრანგეთის მაგალითი იმიტომ რომ იქ სადაც დაუშვათ საზოგადოება არის საკმარისად ასე ვთქვათ ინფორმირებული საკითხებზე ვეღარ მუშაობს პროპაგანდა შეიძლება ჩვენთან ძალიან ჯერ უკან არის და შორს არის აი ეს პერსპექტივა თუმცა მაინც მინდა რომ რაღაცა გარკვეულად იმედის მომცემი დაუტოვოთ ჩვენს მაყურებელს ერთის მხრივ აი ეს ინსტრუმენტები რომლებსაც შევისწავლით მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ისევ და ისევ საზოგადოების სურვილი რომ მიიღოს არა ფეიქ არამედ ნამდვილი და რეალური ინფორმაცია როგორ შეიძლება რომ აი ამ ყველაფერზე წვდომა გაგვიზარდოს ხელოვნურმა ინტელექტმა ნელ-ნელა რომ დასასრულისაკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარიც როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები იმისათვის რომ თუნდაც გავარჩიოთ fake ინფორმაცია ნამდვილი ინფორმაციისაგან და როგორ დავიცვათ იგივე აი ამ ეხლა ჩვენს ქვეყანას რაც ყველაზე უფრო მეტად ემუქრება სწორედ რუსული სპეცსამსახურებია და მათ მიერ მოწოდებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში მოწოდებული ეს fake news-ები როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ელემენტარული ცოდნით რომელიც არც რიგით მოქალაქეს აქვს მაგალითად ჩვენს ქალაქში ამაში ალბათ მედიებმაც უნდა შეიტანონ წვლილი ზოგადად მედია სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, რადგან უკვე არსებობს fact-checking ხელსაწყოები, რომელიც წეღანაც ვახსენე ააწყო AI აგენტი, რომელიც იქნება fact-checking ხელსაწყოების გამოყენებით და მან შეძლოს, ასე ვთქვათ, დეტექცია და აღმოჩენა იმ ყალბი ინფორმაციების, მაგრამ ეგ არ არის
მე ვფიქრობ ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა შეიძლება ადამიანს ანახო რომ აი ყალბია, მაგრამ მაინც არ დაიჭეროს. იმდენად არის უკვე, იმდენად მოწყვლადია ეს ჩვენი საზოგადოება და იმდენად არის უკვე იმდენად შეპყრობილია ამ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტების გამოყენებით, იმიტომ რომ ამდენი წლიანი თავდასხმებით, ამდენი წლიანი მანიპულაციებით ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ეს ხალხი არა მარტო მოატყუა, არამედ შეაშინა კიდეც. ჩვენ ხალხს ეხლა ვეღარ იტყვი მოტყუებული უფრო თუ შეშინებული უფრო. შეიძლება ხვდება რომ ატყუებენ, მაგრამ ეშინია რომ აი ომი არ დაიწყოს, ეს არ დაიწყოს და ყოველთვის ვინც ამას იძახის ხოლმე ომი არ დაიწყოს. აი ეგ მაქვს ამ ხალხთან სათქმელი რომ არაფერში არ სჭირდება რუსეთს ომი. ეხლა დღესდღეობით საქართველოში აი ავიღოთ რა არის ზოგადად ჰიბრიდული ომის მიზანი. ჰიბრიდული ომის მიზანი არის ქვეყანაზე კონტროლის და გავლენის მოპოვება. და იქ თავისი შემდეგ თავისი ბრძანებების შესრულება, რასაც მოინდომებს ის გააკეთოს. დღესდღეობით რუსეთს აქვს თუ არა კონტროლი და გავლენა მოპოვებული საქართველოზე? აქვს. თუ არ აქვს და რაღაცა კლია, რუსეთს აქვს ის კიბერ შესაძლებლობები, რომ ჩვენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომ ნებისმიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას დღეს ჩვენ ვართ აბსოლუტურად დაუცველები. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი კიბერთავდაცვის შესაძლებლობები სახელმწიფოს დონეზე. კერძო ინიციატივებზე არ ვლაპარაკობ, შეიძლება სადმე საქართველოში რომელიმე ქალაქში კარგი ჰაკერების ხედან, სადმე არ ვიცი. მაგრამ ამას სჭირდება, რა ვიცი, თავდაცვის სისტემები, თავდაცვის ინფრასტრუქტურა, ეკოსისტემა და მთელი ამბავი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რა ვიცი. და ჩვენ ამ მიმართულებითაც არაფერი გაგვაჩნია. რაში სჭირდება რუსეთს ახლა ბომბების ყრა, როცა შეუძლია რომ გაგვიჩეროს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, გაგვიჩეროს ბანკები, გაგვიჩეროს ელექტროენერგია, რამდენიმე ერთი ჰაკერების ჯგუფისგან შემდგარი ჯგუფით 3-4 კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას ჯანდაცვის სისტემას, დაარტყას საფინანსო სისტემას, დაარტყას ენერგოსისტემას. წარმოიდგინეთ რამხელა პანიკა და რამხელა აშინელება მოხდება ჩვენს ქვეყანაში. არ სჭირდება ამ ეტაპზე რუსეთს ომი, მით უმეტეს რომ საკუთარი ხელისუფლება ყავს ქვეყანაში. ერთადერთი რამე რაც დარჩა რუსეთს, ეს არის ზოგადად ჰიბრიდული ომში რო ასე ვთქვა დამყარდე და საფუძველი გაიდგა და ჩაბეტონდე იქ ადგილზე, ხალხი უნდა დააჯერო რომ აღარაფერი აღარ გამოვა. იმედგაცრუება შემოიტანო და ხალხმა იფიქროს რომ არაფერი გვეშველება. თუმცა აი ეს ვერ შეძლეს ქართველი ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ დააჯერეს ქართველი ხალხი რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ქართველი ადამიანი მაინც ესეთია, რა ვიცი 3-4 წელია ესე მოვდივართ რომ ყოველთვის ბრძოლით მოვიდა ქართველი ადამიანი აქამდე და ეს ვერ გაიაზრეს. ეს ვერ შეძლეს, ჩვენ მაინც ვიბრძვით, მაგრამ რაც რუსეთმა გააკეთა ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებით, თუ კი რამე შეიძლება სახელმძღვანელოში შეიტანო, ყველა ელემენტი გამოიყენა, დასაწყისშიც ვახსენე საკანონმდებლო სისტემას დაარტყა, მთელი რიგი კანონმდებლობის ხელყოფით, დაარტყა ინსტიტუციებს და ბოლო მაგალითი ჰქონდა დაზვერვის სამსახურის გაუქმება ფაქტიურად, დაარტყა საგანმანათლებლო სისტემას და პროგრამებს და ჩვენ ნახეთ, რომ სადაც კი ეს ქართველი კლასიკოსები იყვნენ შეტანილი და ეს სადაც კი აჯანყება იყო და თავისუფლებაზე იყო საუბარი, ესაც ამოიღო სასკოლო განათლებიდან და საითმეყრევართ კი ვხვდებით ამით, მაგრამ ამ ქართველი ადამიანის სულს ხო ვერ მოსპობენ, გენს ხო ვერ მოსპობენ, სისხლს ხო ვერ მოსპობენ. შეიძლება თვითონ ვერ იაზრებენ იმდენად მტრობაში არიან საქართველოსგან და რა ვიცი ღმერთმა, რა ვიცი განგებამ რაღაც ტვინიც გამოაცალა ამ სიბოროტისგან, რომ გაიაზრონ რა არის ქართველი ადამიანი და ქართველ ადამიანთან რომ ესეთი რამე არ გამოგივა და საქართველოსგან, მაგრამ ცდილობენ, მაგრამ ეს მათი მცდელობა არის ჩაფუშული და განწირული. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა დღეს. თემა პრინციპში ამოუწურავია, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი რომ მსგავსი გადაცემები იქნება კიდევ ჩაწერილი. მადლობა მინდა გითხრა ყველა იმ ინფორმაციისათვის, რომელიც მე და ჩვენს მაყურებელს გავიზიარე და დავიმშვიდობები მაყურებელს. მადლობა თქვენ საინტერესო კოლაბორაციისთვის.